მოსახლეობასთან შეხვედრა დამართა ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. სოსო ჯაჭვლიანმა იმ პრობლემებზე და უსამართლობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია, როგორც მან განაცხადა, მათი გამარჯვების შემდეგ ომუშავების პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კომუნალური გადასახადების მაღალ ფასებზეც დაამახვილა ყურადღება, რომელიც მოსახლეობას განსაკუთრებით აყალბებს. პრობლემებია უამრავი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. პირველი არის სამართლიანობა, სამუშაო ადგილები, ფულს ვერ იხდიან, გადასახადებს ვერ იხდიან, უშუქობა გვაწუხებსო, უშუქობა გვაწუხებს, იმიტომ რომ გაზრდილია ტარიფები და ვერ ვიხდითო. ჩამოვედი ლაგოდეხიდან, იმიტომ რომ ჩემს ძმას და ჩემს მეგობარს და საქართველოს ნამდვილ პატრიოტს და მართალკაცს სოსო ჯაჭვლიანი გავაძლიერო იმ ბრძოლაში, რომელიც გამარჯვებით დასრულდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რასაც ქვია საქართველოს გამარჯვება. 10 წელიწადია სამსახურს ვეძებ და ყველა მიწუნებს იმის გამო, რომ თქვენ ბრძანდებით 40 წლის, 41-ის უკვე არ გეკითხებიან იმას, თქვენ რა იცით, რა დონე გაქვს, რა ცოდნა გაქვს, მარტო ასაკი.